ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 28 ივლისს გაიმართება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების გამოცხადებიდან 11 დღეში შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნოს. ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს განხილვის 3 დღიანი ვადა აქვს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ 14 დღეში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ცესკოს მიერ დაანონსებულ მეორე ტურის სავარაუდო თარიღს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიან არჩევნებში აფასებენ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად მეორე ტურთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შეჯამების ვადის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით ასევე რომ უნდა გავიდეს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადა 3 დღე, შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უნდა იქნეს დანიშნული მეორე ტური 14 დღის ვადაში. სავარაუდოდ გორში არჩევნები მოსალოდნელი არის ჩატარდეს ივლისის შუა რიცხვებში და ჩვენი ორგანიზაციაც სავარაუდოდ დააკვირდება ისე თვითმმართველობის არჩევნებს. თუმცა ცესკომ ივლისის ბოლოს დაანონსა არჩევნები. კანონიდან გამომდინარე რა გათვლებიც არის გორში არჩევნები უნდა ჩატარდეს დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერებსა და გამგებლებს შორის სხვა ქალაქებთან ერთად სავარაუდოდ გორშიც გაიმართება.